მოგესალმებით, მეგობრებო. პატარა ვიდეომდე ჩაკიწერეთ, აგიხსნათ რა არის ძალიან მოკლედ, რა არის დაზიანებული და პოზიტიურად ასპექტირებული პლანეტები. რა განსხვავება არის ამათ შორის? ყოველთვის საერთოდ უჭირთ ხოლმე ასპექტების გაცნობიერება და უჭირთ ხოლმე სინთეზური ანალიზი, საერთოდ რუკის ეს შეიძლება ცალ-ცალკე ყველაფერი ვიცოდეთ, მაგრამ ვერ ვკრავდეთ ინფორმაციას ასტროლოგიაში სინთეზურად. ახლა ჩვენ სასწავლო ასტროლოგიაზე გვაქვს საუბარი, ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ ვისაც უფრო საქმისავლად უნდა სწავლა, ახლა აფრილს მეწყება ერთიანი კურსი, სადაც უფრო თერაპიულად და ფსიქოლოგიურად გავვლით ასტროლოგიას, ყოველ კომბინაციას გავდივართ თერაპიულად. არ არის იმდენად მნიშვნელოვანი ხოლმე ესე ცალ-ცალკე ასპექტების გარჩევა, როგორც სინთეზში დანახვა მთლიანად ხო რუკის და აქ მნიშვნელოვანი არის ცოტა თერაპიული ჩართვაც ხოლმე და დავინახოთ ეს რუკა არა მარტო სადღაც ისე ცაში, არამედ ჩვენში ხო ვიგრძნოთ რუკა ამას ვავუთ ხოლმე. თუმცა ესეთ ნაწილი ხარ 800-ზე მეტ და რა დაახლოებით 900-მდე ვიდეო მაქვს ჩაწერილი და ვისაც მაგალითად აქვს რაღაც ინტერესი ასტროლოგიის სწავლის, აქაც შეუძლია ბევრი რაღაც გაცნობიეროს. მაგრამ აი ხშირად ხა ვინც მოდის ხოლმე ჩემთან პირად რუკაზე, სულ აქვთ ხოლმე ერკვევიან ასტროლოგიაში ან სწავლობდნენ ასტროლოგიას, უჭირთ ხოლმე ცოტა სინთეზური ანალიზი, რა არის ზოგადად დაზიანებული პლანეტები, ხო? ან ჰარმონიული პლანეტები. საერთოდ არ არის ხოლმე ესე, რომ ერთი პლანეტა სრულად დაზიანებული იყოს, ხშირად არ არის ეგრეთ არ არის და ან ერთი პლანეტა, რომელიც მხოლოდ ჰარმონიულ ასპექტებში არის, ხო? მაგრამ ძალიან ისე ფრაგმენტულად რო გითხრათ, რას ნიშნავს? ყოველთვის არის მნიშვნელოვანი პლანეტას, რომელი პლანეტა უქმნის ნეგატიურ ასპექტს და რომელი უქმნის ჰარმონიულ ასპექტს, ხო? ახლა ძლიერ პლანეტებს, ხო, ისეთ სერიოზულ ენერგეტიკულად დამუხტულ პლანეტებს უფრო სერიოზული გავლენა აქვს, ვიდრე მსუბუქ ესეთ მერკურს მაგალითად ან ვენერას მაგალითად, ხო, უფრო აი ამ პლანეტებს უფრო სუსტი ენერგეტიკული ველი აქვს, სუსტ გულისხმობ ნაკლებად არის ტრამვული და ნაკლებად არის რაღაც აგრძნობები, ხო, ისეთი მნიშვნელოვანი. მაგრამ ჩემ პირად გამოცდილებასაც გაგიზიარებთ, რა არის ჰარმონიულად ასპექტირებული და ნეგატიურად ასპექტირებული პლანეტები. ძალიან ბევრი ვიდეო მაქვს ამაზე ადრე ჩაწერილი, თუმცა ყოველ კონსულტაციაზე ახალ-ახალი ეს უკუკავშირის დროს ახალ-ახალი ჩანს ხოლმე რა უჭირთ უფრო რისი გაგება უფრო სურთ, ესე რომ ვთქვათ. მაგალითად, ჩემ პრაქტიკით მე რასაც ხედავ ხოლმე ძალიან მარტივ სქილებად ეხლა შემოგთავაზებთ, ხო, როცა მზე არის ნეგატიურად ასპექტირებული ხშირად, როცა თუნდაც სასწავლო ეს მაქვს ხოლმე პროგრამა, რომ მეკითხებიან ხოლმე, რა რას ნიშნავს დასიანებული მზე, მაგალითად, ხა სრულად, ხო და ხა აქ არ ვიტყვი, მაგრამ არის ხოლმე რამოდენიმე ადამიანი გამოკვეთილი, რომელიც ძალიან ისეთი არც ისე სასიამოვნო იმიჯით ცხოვრობს, ესე რომ ვთქვათ და ვიტყვი ხოლმე, რომ აი ამ პიროვნებას შეხედეთ, ეს არის ნათელი მაგალითი დაზიანებული მზით. ან ამ პიროვნებას შეხედეთ, ეს არის მაგალითი ყველაზე პოზიტიური რაღაც პროგრამით, ხო, რომელიღაც პლანეტის, ხო, ესე რომ ვთქვათ. და აი ძალიან მარტივად შეგვიძლია ხოლმე თუნდაც მაგითი გავაცნობიეროთ, ხო? მაგრამ როდესაც არის პლანეტასთან პრობლემა მზე, მაგალითად რო ავიღოთ, აი ცოტა პატარ-პატარა ზე მიუყვები, ხო? გააჩნია აქ პლანეტებს, რა დონეზე არის ის დაზიანებული. მაგალითად, როდესაც მზეზე ვლაპარაკობთ, დაზიანებული მზე, ეს არის დაზიანებული ეგო პირდაპირ. აი ძალიან მარტივად, ახლა იქ არის უამრავი დეტალი, მაგრამ აი დიდ სურათში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანის ეგო ცოტა თვითშეფასება, მოდი ესე ვთქვათ, ცოტა მერყევი არის, პრობლემური არის. ეს შეიძლება გამოიხატებოდეს ან გაზრდილ ეგოში, რომელიც დაზიანებული ეგო არის და ან პირიქით დაბალ თვითშეფასებას რო ეძახიან, ან თვითგამოხატვის შიში, ან გამოჩენის შიში, ან პირიქით სურვილი რასო გამოჩენაში ვიყო და სულ ხედავდნენ და სულ მარტო ჩემსკენ იყოს თელი ყურადღება. ეს როგორც წესი უფრო მზესთან არის ხოლმე კავშირში, ესე გამოკვეთილად რო ჩანს. ყველაფერი შეიძლება დავმალოთ ჩვენ მზეს, მაინც ვერ მალავთ ხოლმე მზეს ასპექტები ყველგან ჩანს. მაგალითად, თუ ტელევიზორში არის ადამიანი, რომელიც ყველას აღიზიანებს და როის არ მოწონს, საერთოდ როგორც წესი დაზიანებული მზე არის ხოლმე, ხო, ყველა ჩანს, ყველა ხედავს ამ ადამიანს, ხო და აი ეგოს ავლეს არასწორად. ან შეიძლება საერთოდ ხა თუ მეორე უკიდურესობაში არის, თუმცა ერთი ჯოხის ორი ბოლო არის ორივე. თუმცა თუ არის აი ესე სერიოზულად დაზიანებული ეგო,
მეორე მხრიდან, ხო, ესეთი ადამიანები ან პოპულარობას ცდილობენ, ან ხალხში გამოჩენა უნდათ და ზოგჯერ ნარცისულ ტიპას ეძახიან ხოლმე. ასტროლოგია ცოტა სხვანაირად უყურებს ზოგადად ფსიქოლოგიურ ჭყალებში, რო გითხრათ დიაგნოზებს, საერთოდ სხვა რაღაცა არის, ხო, თუნდაც სხვა ბიპოლარულ აშლილობაზე როცა არის ლაპარაკი. მინახავს ადამიანები ცოტა რომ არაფერი უკლიათ ბიპოლარულამდე, ხო? და ნუ აი იქ უკვე კარმული ღერძი ირთვება და სინამდვილეში ასტროლოგიაში ჩანს მიზეზი, რატო არის ეს პრობლემა, რა აქვს დასაბალანსებელი ადამიანს, ხო? ხე ჩემი პრაქტიკითაც თუნდაც აი ბევრი სხვადასხვა ჭყალებში აშლილობის ადამიანი ან მოსაზღვრე აშლილობას რო ეძახიან, ასტროლოგიაში ესე დიაგნოზები საერთოდ ქრება. საერთოდ სხვა რაღაცას ვეძახით მანდ, მაგალითად, ან რთული პიროვნება, ხო, დაზიანებული ეგოს პიროვნება. ესეც ცოტა სხვანაირად ჩანს ასტროლოგიაში. ყოველ შემთხვევაში, როცა არის ეგოზე, ანუ მზის საუბარი, ეს ჩანს ძალიან კარგად უკვე ხალხში. აი, მთვარე თუ არის დაზიანებული, იქ შეიძლება ჩვენ ვერაფერი ვერ გავიკეთოთ. ადამიანს კონდეს თავისი პრობლემები, რომელიც არ ჩანს და ვერავინ ამას ვერ ხედავს, მაგრამ იციან მხოლოდ უახლოესმა გარემოცვამ. ამით გეუბნებთ, რომ ყველა პლანეტაში შეიძლება ჩვენ დიდი პრობლემები გქონდეს, მაგრამ ვერ ხედავდეთ, ხო? სხვები ვერ ხედავდნენ ამას. აი, ეგოს დონეზე ჩვენ ვერაფერს ვერ მალავთ. ასციდენტიც არის, ეგ სახლები კიდე ცალკე სისტემა არის, იქ ვერ მალავთ რაღაცებს, მაგრამ მზე როცა არის დაზიანებული, ძალიან ჩანს. შეიძლება ჩვენ ვერ ხედავთ, მაგრამ სხვები ხედავენ, ხო? ეს შეიძლება გამოვლინდეს თუ მეორე უკიდურესობაში არის დაზიანებული ეგო, ხო? ეს არის ადამიანი გაჩნია. თუ მაგალითად აქ არის ნეპტუნი შემოსული ნეგატიურად, ხო? ნეპტუნი ეს არ არის ესეთი მკვეთრი, მკაცრი ეგო, ხო? ეს არის უფრო საკუთარ თავზე, აი მზე რო ავიღოთ, დიდი წარმოდგენა, ან პირიქით გულმოწყალეობაც შეიძლება იყოს, ხო? ანუ სხვადასხვა იმაში არის, მაგრამ გაჩნია რაზე ზის ადამიანი, მზეზე ზის თუ ნეპტუნზე ზის. აი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა რას ნიშნავს ზის ეს, ხა? პლანეტა ზოგადადაც ახლა თუ არის მაგალითად მზე ძალიან დაკავშირებული ადამიანის პირად გამოხატულებასთან, ხო? ანუ ზოგადად შეგვიძლია მივხვდეთ ახლა ეს ადამიანი მზეს ავლენს თუ ნეპტუნს ავლენს, ხო? თუ მზეს ავლენს ძალიან აქტიურად და სხვა პლანეტებიც აქ ჩართული ამ მზესთან, ნეგატიურად შეიძლება ეს ავლენდეს მზეს, როგორ იცით, რომ მე და ნეპტუნი, მე ვარ ღმერთი, მე ვარ სულიერი ლიდერი, მე ვარ ფილოსოფოსი, მე ვარ, ახლა მე ძალიან დესტრუქციაზე გიყვებით, რა თქმა უნდა, ძალიან ვერ სხავს ისეთი ასპექტი და არ არიან ესე, იმიტომ რომ სხვა ასპექტებიც აქვთ, მაგრამ შიგნით ფონში შეიძლება ძალიან მკვეთრად იყოს ეს ეგო და ბურუსი. წარმოიდგინეთ ერთად, ხო? აი, ბურუსში არის, ვერ ხვდები მე სად მაქვს თვითშეფასება. ყველაზე კარგი გამოვლენა ამის ნეპტუნი მზის შემთხვევაში, ახლა ნეპტუნს ვეცი, იმიტომ რომ ეს ყველაზე მსუბუქი ენერგია არის ზოგადად, ახლა სატურნთან და შედარებით და პლუტონთან შედარებით, ხო? ეს არ არის ისეთი შემაწუხებელი, ხო, სხვებისთვის. ანუ აქ შეიძლება პლუსადაც რაღაც კუთხით შევხედოთ, მაგრამ ეგო არის ცოტა დაბლარული ნეპტუნურად, სუსტად გამოვლენილი შეიძლება პირიქით მოქნილად გამოვლენილი ეგო, ეხა პირდაპირ კი არ ვეძახი რომ მე რაღაც ეგო მაქვს, ხო? ცოტა ისე ფსიქოლოგიურად უვლის სადღაც, ხო? მაგრამ ეგოს აქვს ნეპტუნური ბურუსი, აქ უნდა დავაკვირდეთ, ხო? შეიძლება ეს ნეპტუნური გამოდიოდეს რაღაც მსხვერპლ წირვაში, აი მე ეხა ეგეთი კატეგორიაც არის, რომ მე ძალიან მეწოდება ყველა მე სადღაც ჩემ ეგოს სადღაც ვაქრობ, ხო? ეს უკვე ნეპტუნური ფსიქოტიპი არის, როცა უბრალოდ ნეპტუნზე ზის ადამიანი და არა მზეზე, ხო? წარმოიდგინეთ ახლა მზე, რომელსაც ყველა პლანეტა აქვს ყველა პლანეტას ნეგატიური ასპექტი აქვს. მზეს მაგალითად აქვს ნეგატიური ასპექტი სატურნთან, პლუტონთან, ნეპტუნთან, ურანთან მაგალითად, ხო? სხვათა შორის, ახლა მე გამახსენდა ივანიშვილ, ბიძინა ივანიშვილს აქვს მზე პლუტონის კვადრატი, მზე სატურნის კვადრატი და იქ მეგანი ნეპტუნიც არის, არ მახსოვს, მაგრამ ეგო სერიოზულად იყო იქ ცოტა ესეთ ასპექტებში, თუმცა აი ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ეს ცოტა ძლიერ ასპექტადაც დავინახოთ სატურნი და პლუტონი მზესთან, ხო? ეგო არის აქ ცოტა შერყეული, დაზიანებული, ოღონდ სატურნი ეს რაც ნიშნავს, ხო? აი სატურნის და პლუტონის საერთოდ განსხვავდება ეს ენერგიები, მაგრამ აი ცოტა ისე ფსიქოტიპით რო აგიხსნათ, ჩემ ეგოს არ ტყამს შიშები, პლუტონი, კონტროლი არ დავკარგო. ანუ ჩემი ეგო მაშინ ფუნქციონირებს, როცა რაღაცაზე კონტროლი მაქვს, ხო, მაგალითად. ან ჩემი ეგო ძალიან ირყევა, როგორც კი
დანაკარგებთან მივდივარ, ხო, რაღაც უნდა დავკარგო, რაღაც უნდა გავუშვახელი და ოპოზიციაც მსგავსი არის შეერთება ცოტა სხვანაირი. აქ აი ეგო პირდაპირ პლუტონთან არის შეზრდილი, რომ მე დომინანტობა მინდა, მე გავლენები მინდა, ხო, სადღაც. იქნება ეს ფსიქოლოგიური გავლენა ვინმეზე, მატერიალური გავლენა, ან მე მარტო ვარ, მე არავინ არ მჭირდება, მე ჩემ ძალაუფლებას ვერავის ვერ გავუყოფ, ხო? მარტივადაც რო ავხსნათ ასევე. მაგრამ როდესაც არის ზე აი ესე ჩართული უკვე ისეთ სერიოზულ პლანეტებთან, ურანი, მაგალითად, სატურნი, პლუტონი, თუნდაც ნეპტუნიც და ყოფილა ესე მინახავს როგორ რომელიც ყველა ზე მთლიანად ჩართული ყოფილა დესტრუქციაში, ასე შემთხვევაში შეიძლება აი ძალიან გარედან რო შევხედოთ, ასეთ ადამიანთან საერთოდ არც გვინდოდეს ურთიერთობა. მაგრამ არის ახლა შემდეგი მომენტი. ნახეთ, რადგანაც ახლა მზეზე ვლაპარაკობთ, აქ შეგვიძლია ავიღოთ როგორი მომენტი, იცით? აი სატურნიანელები კარგად ლაგდებიან ზე სატურნის ასპექტიანები სატურნი მზის ასპექტიანებთან. მაგრამ სატურნი ურანის ასპექტიანები, ბოდიშით მზე ურანის ასპექტიანი ვერანაირად ვერ ლაგდება სატურნიანელთან. მაგალითად სატურნიანელი შეიძლება პლუტონიანელთანაც ლაგდებოდეს შედარებით, მაგრამ ვერ დალაგდება პლუტონიანელი ნეპტუნიანელთან, ხო? აი ეს უკვე ძალიან პრინციპულად განსხვავებული. ასევე ეხება ეს ყველა პირად პლანეტასაც. როდესაც მაგალითად რაღაც ასპექტები მაქვს დომინანტი თვარესთან, მაგალითად მზესთან იგივე ასპექტი, ხო? აი მე მაგალითად მიუხედავად იმისა, რომ სატურნი მაქვს თითქმის აი უმეტესად ახლა რამდენიმე პლანეტასთან ჩართული, ხო? იუპიტერთან მაქვს ბოლო-ბოლო შეერთებაში სატურნი, ხო? მთელ შემღერებულებით სისტემასთან სატურნი დგას. და იქ რამდენიმე პლანეტას ნეგატიურ ასპექტს უკეთებს, ხო? სატურნი ჩემთან თან ძლიერ სატურნი მყავს რუკაში და დომინანტურად თავლებს. მაგრამ წარმოგიდგენთ ახლა რა ზე მყავს პლუტონთან და ურანთან ასპექტირებული. შესაბამისად, აქ სატურნიანულ ენერგიას ჩემი ენერგია მაინც ვერ მიიღებს, ხო? ეს ძალიან მარტივად რო გითხრათ, ხო? იქ, იმიტომ რომ იქ ურანი მაქვს ასპექტირებული მაგალითად, პლუტონს უკვე ნეპტუნიანური ენერგია არის იდავს დიდად მაგალითად, ხო? ეხლა რატო? იმიტომ რომ ურანი ეს არის თავისუფლება, პლუტონი არის ეს სიმართლე, შიშველი, მონსტრული სიმართლეც კი. ნეპტუნი რა არის? ნეპტუნი ბურუსი არის. იქ ტყუილები არის ძალიან ბევრი, აბურდულობა არის ბევრი. ოცნებები არის ბევრი, წარმოსახვა არის, სასიამოვნოც თუნდაც წარმოსახვა და ნიჭი უნარები აი ამ ზონაში. მაგრამ პლუტონს ეს ყველაფერი არ იზიდავს. მას იზიდავს სიღრმეები, სიცოცხლის საკითხი, უხეში ენერგია არის პლუტონი. ჩავიდეთ ქვესკნელში ყოველგვარი შეცოდების გარეშე. იქ ახლა ის მეცოდება არ მუშაობს. აი ეს არის პლუტონის ასპექტი. ზოგადად პრინციპი და წარმოიდგინეთ ახლა მზესთან რომ შემოდის ადამიანის ფსიქოტიპი ხდება უკვე პლუტონიანური, ხო? რომ ცოტა მძაფრი, ცოტა აგრესიულიც, აგრესიული ახლა ცემატყებას არ გულისხმობ, ეს მარსის ენერგია არის უფრო. აგულისხმობ პლუტონს როგორც აი რაღაცებში შეღწევა, რაღაცებში აი უნდა გადავტეხოთ ტრამვა, რას მექვია ხა იქ რბილი გზით, ნელი სიარულით, ეს არის სისუსტე პლუტონისთვის და ახლა ნეპტუნი, რომელიც რბილად უყვარს რაღაცების მიწოდება, აი ესე უხვევს, იქიდან მოვა, აქედან მოვა, ხო? ვერ თავსდებიან. ამიტომ ხშირად წყვილებში როცა მოდიან ხოლმე ჩემთან მაგალითად, ხო, ანუ ესეთ მას გავდივართ რუკას, ხო, უფრო პირად ურთიერთობებზე, ხშირად არის ესეთი ასპექტი, რომ მე პლუტონიანელი ვარ, ვიღაც არის ნეპტუნიანელი და ჩვენ უკვე ვერ ვლაგდებით. მე ზედმეტად უხეში ვარ მისთვის. ის ზედმეტად ლოიალური, სუბუქი, გულმოწყალი და შემდეგ, ხო? ეხლა ისიც იცოდეთ, რომ ცოტა ვარბილებ აქ რაღაც კუთხეებს, ზოგჯერ ცოტა სხვანაირადაც გამოიხატება ხოლმე ეს ყველაფერი. და წარმოიდგინეთ, რომ აქ უკვე ნაღმები არის ურთიერთობაში ჩადებული და აქ უკვე წარმოიქმნება ის, რომ ამბობენ ტოქსიკური ადამიანი არის ეს ჩემთვის, ეს ცუდი ადამიანია ჩემთვის, ეს შემთხვევაში არის უბრალოდ სხვა ენერგეტიკა. მე საერთოდ სხვა ენერგიაზე ვარ, ის სხვა ენერგია. როცა მე ხა მაგალითად ურანი მყავს ასევე მზესთან ასპექტირებული, ხო? იქ შეიძლება გამოვლინდეს სატურნიანელებთან. ცოტა ისეთი მიუხედავთ ხგერნებით, რომ სატურნი ჩართული მაქვს მაინც მზის დონეზე. ჩემ ეგოს თავისუფლება უნდა.
და სატურნი მზის ეგოს კონტროლი უნდა. ოღონდ პლუტონური კონტროლი კიდე სხვა არის. ის ენერგეტიკულ კონტროლზეა. სატურნი არის მე უცებ გეუბნები შენ. ის გააკეთე, ის გააკეთე. დაზიანებული სატურნი ხო მზესთან. მე ვარ ბოსი, მე მიყვარს ყველას კონტროლი, ოღონდ ბოსური კონტროლი და არა ენერგეტიკულ დონეზე კონტროლი, ხო? შესაბამისად ურანელისთვის და განსაკუთრებით ხა მე ჰარმონიული ტრიგონი მაქვს ზეურანის და ნუ მეხებიან, ოკეი, გაბიბლი, გამოვიბლი, მსუბუქად შევხედა, მაგრამ მე პლუტონი შეერთება უცებად. მაგრამ თუ არის აქ კვადრატურა, ოპოზიცია შეერთება ურანის, ეს საერთოდ არ აიტანს სატურნიანელს. აქ შეიძლება ტრიგონის შემთხვევაში, სექსილის შემთხვევაში ესეთ დაპირისპირება არ მოხდეს, მაგრამ ნუ რატომ ზღუდავს ეს ადამიანი, თავს რატო იზღუდავს, ვერ გავიგე, ხო? ეს არის ურანის პრინციპები და აი ოპოზიცია კვადრატურა შეერთება, ეს არის უკვე ესეთი ურანელი, რომელიც უკვე იჩხუბებს საკუთარი თავისუფლების დასაცავად. ან მისი სული არის ამბოხებული და არ უყვარს ეს ეგო ადამიანები, სატურნი ქმნის ეგოს ძალიან, ხო? და განსაკუთრებით პატარა ასაკში ძალიან უცნაური არის ხოლმე შესახედად, როდესაც ადამიანს გონია, რომ ვიღაცებზე უფროსია, ისე რომ ვთქვათ, და შეიძლება ენერგეტიკულად რაღაც აღქმით, კარმული გამოცდილებით რაღაცებში არის, მაგრამ სხეულებრივი გამოცდილება სატურნს უფრო უყვარს რეალურად ასაკში რო არის ადამიანი და მართლა რეალური გამოცდილებით რო არის სადღაც დომინანტური, ვიდრე პატარა ასაკში. შესაბამისად, ესეთ ადამიანებს აქვთ ხოლმე ურთიერთობების პრობლემა საზოგადოებასთან, ხო? განსაკუთრებით პირად ურთიერთობებში აქვთ სერიოზული პრობლემები. ან ეგოს პრობლემა არის აქ. თუ სატურნზე ზის ხო საერთოდ და თუ მზეზე ზის, მაშინ ვიღაცეები უთამაშებენ სატურნს მას, ხო? მაგალითად, ჩემში არის ეს სიმკაცრე დისციპლინა თვით დასჯა სატურნი არის რომ ან მე შენ უნდა დაგსაჯო და ეს პროექცია არის ამდენს ჩემ თავს ვრჩი, ან ჩემ თავი უნდა დავსაჯო, ესე ვიღაც უნდა მოვიზიდო, ვინც დამსჯის. ამიტომ ეს ერთნაირად არ შეგვიძლია ჩვენ ყველაზე ვთქვათ, რომ ამ ასპექტის ყველა ესეთი არის. არ ვიცი, ჩვენ აქ მზესავლეს ადამიანი თუ იმ პლანეტას სხვას, ხო? ეხლა ჩემ შემთხვევაში მე მზეს ვავლენ თუ პლუტონს, ახლა მე ასციდენტი რომ მყავს და გასაგებია რომ მე მზის ენერგიაზე უფრო ვარ და პლუტონი რომელს ახსას მართავს, ის ხალხია ჩემთვის პლუტონიანელი რაღაც კუთხე. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პლუტონური ენერგია მე არა მაქვს და იქ ვიღაცებს დავაბრალა, ხო? რომ მარტო მათ აქვთ ის პლუტონური ენერგია. რა თქმა უნდა, ეს მაინც ჩვენში არის. და უბრალოდ ერთი ის არის რომ როდესაც აი სინთეზურად შევხედოთ ადამიანების ურთიერთობებში რომ ურანელი ზესთან როცა არის ურანი ვერ მიიღებს სატურნიანელს, ვერ მიიღებს მაინც პლუტონიანელს, ხო? ასევე მაგალითად პლუტონიანელი ძალიან კარგად შეეწყობა მარსი მზის ასპექტის მქონე ადამიანს, ხო? იმიტომ რომ აი ეს გამწევი ძალა და განსაკუთრებით ქალების რუკაშიც თუნდაც როცა მსებულნოის ასპექტი არის მას იზიდავს ძლიერი უშიშარი ადამიანები, ხო? იმიტომ რომ პლუტონი ქმნის ამ ძაფრი შეგრძნებების მოყვარეობას. მას არ უყვარს სისუსტე თავის გაგებით, სისუსტეზე აქ საუბარი, ხო? და ნეპტუნური ენერგია მაგალითად, ან ურანული ენერგია თუ სუფთა პლუტონიანელი არის, მისთვის ცოტა უცხო შეიძლება იყოს. წარმოიდგინეთ ახლა სინთეზი რო არის, როცა ადამიანს პლუტონი წყავს, ნეპტუნი წყავს, ურანი წყავს და სატურნი წყავს, უკვე ესეთებიც მინახავს, ხო? ნუ ეს ადამიანი საერთოდ შეიძლება კარგი კუთხით ვლინდებოდეს ისე, რომ ეძებს გამოჯანსაღებას ეგოსი, კაცი თუ არის, შეიძლება კაცები უფრო ერევიან, მართალი რო გითხრათ, ესეთ მზეს, ვიდრე ქალები. ქალები შეიძლება, ნუ აი ძალიან პრობლემური ურთიერთობები ქონდეთ ასეთ ქალებს მამაკაცებთან, მაგალითად თვით გამოხატვაშიც შეიძლება პრობლემები ქონდეს. იქ ზოგადად უკვე სინთეზურად რუკას გააჩნია, მარტო ამითია შეიძლება ჩვენ ვიხამძღვანელოთ. შემდგომ ხდება ისეთი რამ, რომ აი ამ სინთეზით წარმოიდგინეთ ხანდახან უცებ გამოდის ადამიანი ურანიმსის ნეგატიური ასპექტით, რომ ეგოს ავლენს, რომ მე უნდა ყველა მე რასაც ვამბობ, მე შემიძლია უცებ შევიცვალო გეგმები, მაგრამ სხვებს არ შეუძლიათ შეცვალონ გეგმები, ხო? სხვები უნდა მემორჩილებოდნენ მე. ეს ერთ-ერთი ნეგატიური გავლენა. ჰარმონიულის შემთხვევაში პირიქით, როცა მზე არის ჰარმონიულად ასპექტირებული ურანით თუნდაც, ხო? ეს ადამიანი ძალიან მსუბუქად, თავისუფლად ავლენს სპონტანურად, ძალიან თავისუფლად ავლენს ეგოს.
ეგო არა აქვს ვამბობთ ხოლმე ასტროლოგიაში ურანი მზის შემთხვევაში, ხო? აი ეგო არა აქვს, რას ნიშნავს, ხო? ჩემი ეგო ძალიან კარგად ემსახურება სხვების ინტერესებს. ეს შეიძლება გამოვლინდეს. ჰარმონიული სექსტილის შემთხვევაში ზუსტად იგივე არის, ოღონდ ის იღბალი მოულოდნელობების ურანი რაც არის, იღბალი მოულოდნელობების შედარებით უფრო იშვიათად ხდება ვიდრე ტრიგონის შემთხვევაში. ეს არის აქ ხო მთავარი. რაც არის მაგალითად ჰარმონიული ასპექტი სატურნის და ნეგატიური ასპექტი სატურნის მზესთან. რითი განსხვავებაა? ნეგატიური შემთხვევაში ადამიანის ეგო არის ზედმეტად კომუნისტური, მარტივად შეგვიძლია თქვა კომუნიზმი იყო მის ოჯახში, აი ძალიან მარტივად რო გითხრათ, 90%-ში ესე არის ხოლმე კომუნიზმი რას ნიშნავს? აი შეიძლება, ეს არ შეიძლება, უპირობოდ უნდა დამემორჩილო. რაღაცას აკეთებინებდნენ მშობლები და ეს არც განიხილებოდა რომ არ უნდა გამეკეთებინა, ხო? ეს ტიპური კომუნისტური ფსიქოტიპი, ესე რომ ვთქვათ. შესაბამისად, სხვებთანაც ეგეთი არის. შენ უნდა გააკეთო ეს, შენ ვალდებული ხარ ეს გააკეთო, ვერ არის ვინ აღარ ეკარებათ ხოლმე მათ ისე ყველა წუხდება მათი ეგოთი როგორც წუხდებიან. ჰარმონიულის შემთხვევაში ამ ყველაფერს საკუთარ თავს თხოვს ადამიანი, არავის არ დაძდევს რომ ეს უნდა გააკეთოთ, ის უნდა გააკეთო. თავის საქმეს, აი ჩომა დგება, სამსახურში მიდის დილით, არ წოწუნებს, არ წოხდება რომ რაღაცები გასაკეთებია, უბრალოდ იცის რომ უნდა გააკეთოს ეს და ამასთან პრობლემა არ აქვს მაგალითად, ხო? და ნელა თვითონ იცის, თვითდისციპლინა თუ ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, იცის როგორ მართოს ეს სწორი კვება იქნება ეს თუ რაღაც, თვითონ არის მობილიზებული, დისციპლინირებული ადამიანი. ნეგატიურ ასპექტში ესეთი არ არის ადამიანი, ოღონდ პროექცია არის ყველა სასწავლიან ჭკუას საკუთარი თავის გარდა. მაგრამ მეორე კუთხით ეს არის რატომ ხა პროექციაზე როცა გვაქვს ხო საუბარი რომ თვითონ წხდებიან თავის კომუნიზმით და უნდათ გათავისუფლდნენ ამ პრობლემებისგან და სხვები უნდათ რომ მართონ რომ იმ სხვების გამო თავის ჭკუაში არ შეეტენოთ რაღაც პრობლემები რომელსაც ვერ მკლავდებიან. ანუ რეალური ფსიქოლოგიური პატერნი არის ეს. ამ დროს უბრალოდ შეიძლება აღიარო შინაგანად რომ კი შეიძლება გაწოხებს რაღაცები რომ მოსაკვირებელია იმიტომ რომ ბავშვები რაღაც ტვირთს ატარებ. მაგრამ აქ უფრო ფსიქოლოგიურად არის სამუშაო, თორემ მე ნელა საერთოდ აღარავინ აღარ არის მათთან და სულ მარტო არიან. ზოგჯერ ესეც უფრო მოწონთ, იმიტომ რომ ეს შფოთვა აღარ არის ხო შინაგანი, რომ მე სადღაც სულ ვალდებული ვარ რაღაცების სწორად იყოს ჩემ ცხოვრებაში, ხო? ძალიან დიდ სურათში რო გეტყვით, თუმცა აი ზეს ვარიანტში ეს ემდენად რთული არის, როცა ბევრი ნეგატიური ასპექტი არის აქ ზესთან, რომ ნუ ხო გეუბნებით, გააჩნია პლანეტას ადამიანი არის უკვე სხვებისთვის საკმაოდ დამღლელიც კი და თავისთვისაც დამღლელი არის ხოლმე, ხო? ზოგჯერ შეიძლება მოგვიჩვენოს არადეკვატური ეგო, ან დაბალი თვითშეფასება, ეს ორივე ერთად არის. ანუ ასპექტები, პლანეტები ურევენ ეგოს ფუნქციებს. საერთოდ არ ვიცი მე ჩემ თვით გამოხატვაში, ჩემ თვითშეფასებაში რა არის სწორი, რა არ არის სწორი. აი ეს არის ხოლმე მარტივი იდეა. როდესაც გვაქვს მთვარეზე აქ საუბარი, ხო, ეს შეიძლება საერთოდ არ ჩანდეს. ეს არის მთვარე, ვიცით, ხა უამრავი ვიდეო მაქვს ჩაწერილი, ეს არის სხეულებრივი აღქმა, ეს არის მე რას გრძნობ ახლა, ახლა კომფორტულად ვარ თუ არ ვარ. პირდაპირ ფსიქოლოგიური თერაპიები ყოველთვის მთვარეს უკავშირდება, აქ მთვარეს ვეხებით ხოლმე ფსიქოთერაპიის დროს, ან თუნდაც ახლა ტრენინგები რომ აქვს, ხშირად არის როგორ იცით, აი ხა ეს ძალიან მნიშვნელოვანს გეტყვი. ჩემი ინტერესი არის ხოლმე თუ რაღაცა გეცდება, გეკეთე ძალიან კარგად. შესაბამისად, როცა ვაკეთებ ჯგუფურ თერაპიები, იქნება თუ ინდივიდუალური თერაპია, როცა ადამიანი მეუბნება, რომ აი უნდა მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია, კოგნიტური აქვს ჩართული და სხეული მთვარი აქვს გამოთიშული. აქ აზრი არა აქვს, ანუ ინტელექტუალიზაციაში წავა, ეს ფსიქოლოგიაში არის ესეთი პატერნი ინტელექტუალიზაცია. ხშირად ეს ემართებათ, როცა მთვარი არის გათიშული. მეც მქონდა ხოგანებით წლების განმავლობაში ეს 10 წლის წინ მქონდა ეს, სანამ არ დავიწყე ამ მთვარეზე მუშაობა და როდესაც მთვარე არის დაბლოკილი, შინაგანი, ხო? შინაგან, აი ნახეთ ხა ესე რა გეხსნათ სტრუქტურა როგორ მუშაობს, აი თქვა გვაქვს ხა დაფავთ და იქით ამაკ რა გეხსნათ. წარმოიდგინეთ ზე მერკურის ყველაფერი ცნობიერი მხარე, ხო? და აი ცოტა ზევით არის, ხო? მთვარე არის, აი ეს შრე რომლითაც უკავშირდებით ნელ-ნელა ქვეცნობიერის ღრმა შრეებს. და ნუ ეგ ყველანაირი პლანეტა შიგნით მე ეს შემოდის უკვე მთვარის გავლით. ამიტომ არის ჯერ მზე, მე მთვარი და მე დანარჩენი პლანეტები ჯამწკრივებული, ხო?
ამიტომ რომ ეს ცნობიერი ჯერ თვალებით რას უყურებ, აი ამ პირდაპირ გარე ცხოვრებაში სად ვარ, ეს არის მზის არქეტიპი, ეს არის მამის არქეტიპი, რომელიც ფიზიკურადაც გარეთ გადიოდა. გარეთ იყო ცხოვრების გარეთ, ხო? ესე რომ თქვა, სახლში არ იყო, იდეაში გიყვებით, მას მეტი პასუხისმგებლობები ჰქონდა, საზოგადოების ურთიერთობა ჰქონდა იდეაში. აი ეს არის მზის არქეტიპი, გარეთ გავიდეთ. აი თვარი არის უკვე შიგნით, სახლში რა ხდებოდა ემოციურად დედასთან ურთიერთობა, ხო? დედა არის ხელთან კონტაქტის ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალება. ხელთან კონტაქტი რა არის? ეხლა რას გრძნობ? ეხლა რო გცივა, დედიკო რას გრძნობ? გაწუხებს რამე? ხა მამა ამბობს უფრო რა ხდებოდა, ხო? სადღაც და სიცხე გააქვს? არა, დედა მოდის, დედიკო რას გრძნობ, ხო არ გაციებს? ანუ შეგრძნებებზე გვაკეთებინებს დედა აქცენტირებას ბჭყალებში ვამბობთ. ეხლა ყველა დედა ესე არ არის, თვითონაც არიციან რას გრძნობენ ხოლმე, ხო? მაგრამ იდეაში ქალის ფუნქცია არის ეს, ეხლა მაგალითად მე რაღაცას წერენ ხოლმე, შენ როგორ ხარ, ველბნები და იციან რასაც გულისხმობ, ხო, ემოციურად როგორ ხარ, მე ემოციები მაინტერესებს, ჩემი მეგობრების მაგალითად და არა იცად იყო როგორ იყო, ძალიან ბევრი არის ვინც ამას გითხავს, მაგრამ დეფიციტი არის ხოლმე ყოველთვის შენ როგორ ხარ, ხო, და ის ხელთან პირდაპირ შეხება არის ეს და ეს ფარი არის აი პირდაპირ ხელთან შეხება, შენ რაც გრძნობ, რომ ველბნებით ადამიანს, ხო? აი ეს არის მთვარის სივრცე, როდესაც კოგნიციაში არის ადამიანი და ინტელექტუალიზაციაში და აი რუკაში, აი წარმოგიდგენთ, ეს როგორ გავაკეთო მეუბნება და თვალებსაც იცებენ აქეთ იქით. ეს უკვე არის რომ სადღაც თავში ვარ. საერთოდ არ მაქვს ჩემ თავთან კონტაქტი. ანუ ეს ნიშნავს, რომ ინფორმაციას ვიყრი თავში, მაგრამ ვერ შევისისხორცებ, ვერ ვგრძნობ ამ ინფორმაციას. ვერ ვგრძნობ ჩემ თავს, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია ჩემს თავზე არის, ხო? ისე რომ ვთქვა, მე მეხება, ხო? აქ არ აქვს კონტაქტი აი ამ საკუთარ თავთან. და ჩემი მიზანი არის ხოლმე, როდესაც რუკას ვაკეთებ, მეგობრებო, ან კონსულტაცია რომ აქვს, ან ჯგუფური თერაპია რომ აქვს, რომ აი ამ ხელს და კონტაქტს ჩავრთოთ მზე და მთვარე ერთად. აი პირობითად ასტროლოგიურ ენაზე რომ გელაპარაკოთ, ხო? თუ ამას არ გააკეთებს ადამიანი, საერთოდ იგივე წრეზე იტრიალებს, აზრი არ აქვს, მე ხო ვიცი ის რაც არის და როგორ აზრიც არ აქვს ამას. ამიტომ ზოგჯერ საერთოდ შეიძლება რუკა გადავდო და ვიმუშაოთ მთვარეზე, აი თერაპიულად ვიმუშაოთ მთვარეზე, ეხლა შეგრძნებებში სათხარ, ეხლა რას გრძნობ, იქ იმ დროს რას გრძნობდი და აი ცოტა გავაღვიძოთ, აი გაყინული რო არის ხელები და აი ცოტა ზილვით გვინდა რომ ცოტა სისხლი ავამუშაოთ, რომ ცოტა გათფეს, ხო? აი ზუსტად იგივე პროცესი ჭირდებათ ხოლმე დაზიანებული მთვარის მქონეებს, იმიტომ რომ ეს შეგრძნებების ხელთან საერთოდ არ აქვთ. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ აი ხა თუნდაც რასაც გიყვებით და აი მთვარის დაზიანებაზე როცა არის საუბარი, პირდაპირ რა გავდივართ, აქ არა აქვთ სენსი, შეგრძნებები და შესაბამისად ჩფოთვა იმატებს, ნევროზული ფონი იმატებს, მაგალითად ადამიანს თუ აქვს ფსიქოლოგიურად მოუნელებელი ტრამვები, გადაღლილობა ემოციური, მაგალითად, აი ფსიქიკა თუ არ არის მთლად ჯანსაღი, ეს ყოველთვის თვარეს უკავშირდება. მზე როცა არის დაზიანებული, შეიძლება კონდეს ადამიანს რაღაცა, ნარცისული ველი, ან რაღაც ესეთი რა, ეგო დაზიანება. თვარის დაზიანება ეს არის ფსიქიკის დაზიანება, ეს არის ემოციური შინაგანი სტრუქტურების დაზიანება, ხო, აქ ამ შემთხვევაში. და როცა მთვარე არის პრობლემური, მე ვიცი უკვე რომ ხელთან არ აქვს ადამიანს კონტაქტი, შინაგან ემოციებთან არ აქვს კონტაქტი, რომელიც უფრო ხანდახან მნიშვნელოვანი არის ვიდრე სხვა პლანეტები, ხო? იმიტომ რომ აქ თუ არ დავლაგდი, მე იმ ეგოსაც ვერ გავაცნობიერებ თუ სადღაც რაღაცა გარღვევები მაქვს, ხო? აქ არის მთელი ტექნიკები ამ მთვარის გაცნობიერების, ზოგჯერ ფსიქოლოგიაში არიან ადამიანები და ეს მთვარე ისეთი გაქცეული აქვთ, რომ საერთოდ კონტაქტი არ აქვს საკუთარ თავთან, ანუ ესეც აქ მაინც ცოტა სხვა ნიჭი და უნარები არის საჭირო, თორე გარედან რომ შეხედოთ ხოლმე ზოგჯერ ადამიანებს, ხოლმე ფსიქოლოგების მეც ვის ვიცნობ და ზოგჯერ ისეთი არაადეკვატური ეგოები აქვთ და ზოგჯერ ისეთი საერთოდ უნიჭობასთან ყარ ხოლმე საქმე, როგორიათ რომ დიპლომი აქვს და მორჩა, ხო? მაგრამ ზოგი არის რომ აი ეგრევე რო ეთყობა, იწყებს სწავლას და უკვე იცი სად გავა, ხო? რამხელა შედეგებს ადებს მაგალითად, ხო? იმიტომ რომ ამ თვარესთან აქვს კარგი კონტაქტი. ნიჭი და უნარები აქვს კარგი, ხო? აი ეს ნიჭი და უნარები მეგობრებო, იქ ბევრი სხვა პლანეტებთანაც არის დაკავშირებული, მაგრამ თვარესთან თუ არა გვაქვს აქ რაღაც შეხება, ან
მთვარე იყოს მაგალითად იქ რას უყურებთ, იცით, შეიძლება კირჩხიბში იყოს რაღაც პლანეტები და იმის მმართველი იყოს მთვარე და ის მერე ისეთ ნიშანში იყოს, რომ ის უკვე სერიოზულად იმ პლანეტების პრობლემების მოგვარება იყოს მთვარესთან, ხო? რომელ ნიშანშიც მერე არის. ამას კიდე რეცეფციები ქვია, ეს რეცეფციები ძალიან საინტერესო თემა არის და კიდე ძალიან ბევრ რაღაცას ხსნის ასტროლოგიურ რუკაში. და აი ამ მთვარის რეცეფციას მიყვებით ხოლმე, რომ ნახოთ რა არის გასაღები, რომელი პლანეტების პრობლემების გასაღები შეიძლება იყოს მთვარე, რომელ ნიშანში. მე კიდე ცალკე რეცეფციას მიყვებით და მე გავდივართ ეს. მაგრამ აი ჩემთვის მე როცა გიყვებით სულ რა, ხარისხიანი ასტროლოგია არის, მაგალითად ჩემი ინტერესი რომ თქვენს გადმოგცეთ ეს ხარისხიანი ასტროლოგია არის მთვარეზე გავლით. თუ მთვარე არა გვაქვს დამუშავებული, მთვარესთან არ გვაქვს კონტაქტი და ურთიერთობა, ხო? აი შეგვიძლია ასტროლოგიას იმდენი სისულელები ლაპარაკოთ და ეს იმდენი სისულელე მაქვს მასმენელი წლების განმავლობაში თქვენ არიცით, ხო? აი ეს არის მთავარი, რომ ხარისხიანად შევეხოთ ჩვენ მე აქედან მოდის სერიოზული ტრანსფორმაციები. როდესაც ახლა მთვარის დამუშავებას ესე ვლაპარაკობ, მთვარის დამუშავების შემთხვევაში მოდის უნარებიც. ნიჭი და უნარები, იმიტომ რომ ამ ქვეცნობიერს რო ვეხებით, მე ქვედა სტრუქტურებში გავდივართ და იქ ადამიანი ეხება თავის თავთან კონტაქტში შემოდის და იქიდან მოდის მერე სერიოზული ის კი არა რომ აი ხე თქვენ მითხარით მე ხე აი პრინციპულად რომ მოდიან რა აი თქვენ მითხარით საათ მაქვს კარიერული განვითარება და ვხედავ ადამიანს რომ ის კი არ უნდა რომ ვარიანტებში განმტკიცდეს საერთოდ არ აქვს თავის თავთან კონტაქტი მთვარე არ არის საერთოდ ჩართული ხო მთვარე ემოციური ინტელექტს ქმნის ასევე და აი გაცნობიერებებს ქმნის სისავსეს ქმნის შიდას და აი აქ რო არ არის კონტაქტი, უჭირს ადამიანს უკვე დაინახოს რაღაც მნიშვნელოვანი პროცესები. მე დაინახოს საერთოდ და შესაბამისად უნდა ვიღაცების გარჩევა მიიღოს, ანუ კიდევ უფრო დაბლოკოს თარე. კიდევ უფრო არ იგრძნოს საკუთარი თავი და წამოწიოს წინ კოგნიცია. აი ეს უკვე იმხელა პრობლემა არის, რომ ჩემ ინტერესში არის ხოლმე პირველ რიგში ამ თვარეს შეხვდეს ადამიანი. გაცნობიერებაში შევიდეს, ანუ იპოვოს თავისი ავთენტურ მეს რო ეძახიან, ხო, ემოციურ სტრუქტურაში იპოვოს თავის მე. ეს როგორც წესი მთვარის პრობლემებით განსაკუთრებით ვლინდება ხოლმე. ჰარმონიულ მთვარის შემთხვევაში, როცა აქვს სულ ტრიგონები ადამიანს, ესეთი ადამიანი ძალიან ადვილად ადაპტირდება გარემოსთან, მაგალითად, ასწრებს ემოციურად ის ცხოვრება, რასაც ცხოვრობს, გაიაროს სადღაც, მაგალითისთვის გეუბნებით დაზიანებულ მთვარეს თუ რაღაცა ტრავმა მოუვიდა ცხოვრებაში, ხო, ფსიქოლოგიური ტრავმა. აი შეიძლება ძალიან დიდხანს გაიჭედოს, ამ ტრავმაში ვერ გადაამუშავოს, განსაკუთრებით მთვარე პლუტონის შემთხვევაში არის ეს პრობლემა, იჭედება ძველ ტრავმებში ადამიანი და უჭირს გაშვება ძველი ტრავმების, ხო? და აი სულ იქ ტრიალებს, ემოციურად აბრუნებს რაღაცა ღრმა დრამასთან, ხო ადამიანს, ხო დანაკარგები არის ეს ემოციური, ენერგეტიკული დანაკარგებიც არის, ხოლმე თითქოს იღლებიან უფრო ადვილად, თითქოს სამყარო ბრძოლა არის, ცხოვრება ბრძოლა არის, თითქოს უსაფრთხოება არის ნომერი პირველი, ხო? და ახლა თუ მზე პლუტონზე ვლაპარაკობთ, ხო, უსაფრთხოება რა არის? ახლა ჩემ ეგოს შეიძლება შეექმნას საფრთხე. ხო, მზე პლუტონის შემთხვევაში ჩემს თვით გამოხატვას და მთვარის შემთხვევაში ჩემს სიცოცხლეს, ჩემ უსაფრთხოებას, იმიტომ რომ მთვარე ეს არის სხეულებრივი სტრუქტურა, პირდაპირ სხეული არის აქ ჩართული, ხო? აი მაგალითად ესეც რო გითხრათ, სითხეების შეკავება, წონის მომატება, სხეულიზე რეაგირება ეს. აი ეს ყველაფერი მთვარესთან არის ძალიან დაკავშირებული და წარმოიდგინეთ, ახლა როცა პლუტონური ენერგია არის აქ მთვარე, რომელიც განიცდის სულ მუდმივად უსაფრთხოების დარღვევას, ემოციური უსაფრთხოების დარღვევას, ხო, სუგონია, რომ აი ხა საფრთხე ემუქრება ფსიქოლოგიურად, ან ფიზიკურადაც შეიძლება, ხო, ეჭვები შეიძლება გამოვლინდეს უკთან, უნდობლობა ემოციური, ოღონდ გახსნასთან, მე რო გავიხსნა, მე მეტკინება. ემოციურად მეტკინება, იქ თუ ეგოზე დამარტყმობს, თვარეზე მეტკინება, ხო, ემოციურად, მე ვერ გადავხარშავ ამას. აი ეს არის ხოლმე უკვე ძალიან გამოხატული მთვარის დაზიანების დროს. თუ არის მთვარე სატურნის შემთხვევაში, ემოციურად სულ განცდამაქ რომ მე ვიღაცებს უნდა ვიზრუნო. აი თუნდაც ისაბა რომ მოგიკითხო როგორ ახარ, აბა რამე ხო არ გიჭირს მოგიტან და სიამოვნებაში მე სულ მაგ განცდა რომ მე ვალდებული ვარ რაღაცის, ოღონდ მე სულ მარტო ვარ ემოციურად, არავინ არ მეხება, არავინ არ მეკითხება შე როგორ ხარ.
ის მარტივად რო გეტყვით. მაგრამ ასევე ორივე შემთხვევა ართულებს ადაპტაციას. მე თუ დღეს ბევრ ადგილას ვიყავი, მე შეიძლება ისე დავეყალო, რომ მე ვეღარ ავდგე. ან ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნას, იმიტომ რომ ბევრი ემოციის ერთდროულად გადახარშვა მიჭირდეს, თუნდაც პოზიტიური ემოციის. ანუ მე თუ ძალიან გამიხარდება და ძალიან ბევრი რაღაც მოხდება ჩემ ცხოვრებაში, შეიძლება ეს ემოციურად ვერ გადავხარშო და სადღაც გავჭედო მერე, ხო? აი, ძალიან მარტივად გიხსნით ახლა ბევრად უფრო რთული რაღაცებიც არის. მაგრამ რეალურად ეს ესე არის ხოლმე, ხო? ახლა მთვარე მარსის შეერთებისას ან კვადრატურისას მარსი აგრესია არის, ქალური ენერგია არის მთვარე, მარსი არის მამაკაცური ენერგია, ხო? და ქალური და მამაკაცური ქალი შეიძლება მამაკაცურად, ნეგატიურად, დესტრუქციულად უხეში ჩანდეს, ან მარტივად ფეთქდებოდეს, ხო? ოჯახში უბრალოდ არ მოითმინოს, ზოგჯერ ეს კარგიც არის, ხო? ახლა თუ ტოქსიკური ქმარი ყავს, არ მოითმენ წამოხვალ. მაგრამ თუ ძალიან ნეგატიურად არის მთვარე მარსი, იმაზე უფრო ან არაფერს აღარ ითმენ. ეგეთი მომენტი არის, ყველაფერისგან მოდიხარ. ეგეთი რაღაც შეიძლება ხო გამოვლინდეს და ეგეც პრობლემა არის ხოლმე, ხო? მაგრამ უნდა დავაკვირდეთ, რომ აქ სინამდვილეში არის ოჯახზე ბრაზი, რომლის პროექციასაც ვახდენ, ყველაზე ვარ გაბრაზებული, იმიტომ რომ შიგნით ვატარებ ემოციურ ბრაზს, ხო? ემოციური ბრაზი რა არის? მე სადღაც ვერ დავიცავი ჩემი ემოციები, ჩემ პირადი საზღვრები ვერ დავიცავი და ან თვითონ ესხმიან მე ემოციურად ვიღაცებს, ხო? ან თავდაცვის გამო ოღონდ ის კი არ არის და ან შეიძლება უბრალოდ ფეთქდები ყველაფერზე ემოციურად, ხო? და ჩემი იყო ესეთი ბრაზიანი და მე დავისწავლე ეს ქცევა, ხო? მაგრამ ეს შინაგანად არის ნაკლებად, თუ ახლა თერაპიულ პრაქტიკაში ვართ, მათ შეიძლება გამოვლინდეს, ან ძალიან ახლო ურთიერთობაში. შეიძლება მთვარის ნეგატიური ასპექტები გამოვლინდეს. ჰარმონიული მთვარის შემთხვევაში თუ არის, აი მაგალითად ოპერაციები დამჭირდა ბევრი, მარტივად გადაიტანს ჰარმონიული მთვარე ამ ყველაფერს, არ დაისტრესება ის, დრამას არ შექმნის. უტანიანელი დრამა შექმნის, რთული რეაბილიტაცია შეიძლება კონდეს, ან შეიძლება ძალიან განიცადოს, ან შეიძლება ძალიან სხეულებრივად იქცნოს როგორც საფრთხე, ხო, მაგალითად, ხო? აი სხეულმა რაღაცნაირად აი ეს ოპერაცია როგორც ძალადობა ისე აღიქვას უფრო მეტად ვიდრე სხვის შემთხვევაში, ხო, ვიდრე ჰარმონიული მთვარის შემთხვევაში. მაგრამ ჰარმონიული მთვარე ასეთ ნეგატიურ პროცესებს მაინც ადვილად იტანს, არ გამოიხატება ესე მძიმედ, ხო? ამას აქვს მშობა და ნუ ქალების გვარი რო ოკეი არის, ესეც გასაგები არის. ერთსაც გეტყვით ახლა დაზიანებული და ჰარმონიული მერკურის შემთხვევაში აუცილებლად გაითვალისწინეთ პლანეტები, რომელი აზიანებს, იმის მიხედვით შეგვიძლია ჩავთვალოთ ეს პლანეტად გავაცნობიეროთ სახლებს აღნიშნულება ნიშნებსაც ეს უკვე აი მთლიანად უნდა შევისწავლოთ, ხო რომელი სახლის მმართველია, ეს უკვე ძალიან ღრმა ასტროლოგია არის, მაგრამ ზედაპირულ დონეზე ვხედავთ, რომ მერკურს აქვს ბევრი ნეგატიური ასპექტი, ხო? ეს უკვე ნიშნავს, რომ ადამიანს კომუნიკაციაში აქვს სერიოზული პრობლემები. კომუნიკაცია, აზრები, ფიქრები. შეიძლება ადამიანი კარგად ლაპარაკობს, მაგრამ დეპრესიული აზრები მოსდის, პესიმისტური, მოდით ესე ვთქვათ, აქ ხდებით, რომ სატრონზე არის საუბარი, ხო? ანუ სადაც პესიმიზმს, შიშებს, ცოტა სიამაყეან და ესეთი ახლა მე შენ გეტყვი რა არის აქ? აი ესეთი თემა შეიძლება სატურნი იყოს. შეიძლება სიმორცხვე იყოს. გააჩნია ხო აქ სატურნის აქ ორი სახე, ხო? ან დესტრუქციული, მე ორივე დესტრუქციულია, ან პარტავნულ სიამაყური, ან პარტავნება იმდან სატურნთან არ არის კავშირში, მაგრამ აი რაღაცნაირად შემაწუხებლად სხვებისთვის, ოღონდ შემაწუხებლად აი მაგალითად მარტივად რო გითხრათ, სალომე ზურაბიშვილს აქვს მერკური სატურნის კვადრატი. და რაღაცნაირად ისე ლაპარაკობს რომ ამბობენ, ხო, ცოტა ღიზიანდებოდა კიდე ხალხი ამ პარტაზე ვიდან მაყურებლად, ჯერ სატურნი ყავს სასწორში და ისეც ეგეთია. სატურნის სასწორი, მაგრამ მერკურთან კვადრატში შეიძლება ამაყად ლაპარაკობს. მეორე კვადრატურათი შეიძლება იყოს, რომ ცხვენია, ეშინია,
საერთოდ ხმის ამოღების, იმიტომ ზუსტად ეგ არ გამაკრიტიკონ სატურნი, ანუ თვითონ არის მერკურის ენერგიაში და იქიდან სატურნიანელებმა არ დასაჯონ, ესეც შეიძლება. ამიტომ თქვენ შეგიძლიათ ეს ასპექტი ნახოთ და ყველასთან ერთადნაირად აღვინდება, რომ რაღაცა მერკურს ზესის, რომელიღაცა სატურნს ზესის. თუმცა ესეც ხანდახან გვერდება ხოლმე. ზოგჯერ სატურნს ზეც ვზივართ, მაგრამ ლაიტმოტივად მაინც ეს მერკურიანული ენერგია შეიძლება იყოს. ან სატურნზე ვზივარ და მე მომხვდება კარგად და მე ცოტა რაღაცებს ვსწავლობ, ხა? ესეც იცი. მაგრამ მნიშვნელოვანი არის, რომ გავაცნობიერო რა პლანეტები შემოდის. ახლა მერკური, პლუტონის შემთხვევაში ეს ადამიანი კომუნიკაციაში თხრის იმას, რაც არ არის ამოსათხრელი. ყველაფერი შეიძლება ნეგატიურად ეჩვენება. შეიძლება ადამიანებს მოახვიოს თავს აზრები, რომელიც ეგრე შეიძლება საერთოდ არ არის, ხო? ანუ დრამა იცის პლუტონმა გადამეტებული ნეგატივის ქექვა იცის და ზოგჯერ შეიძლება საერთოდ დეзინფორმაცია იყოს, ხო? ანუ ადამიანს კომუნიკაციაში უთხრა მივაწერო ის თვისებები, რაც შეიძლება ოდნავესი არის, მაგრამ მე ისე გავამძაფრო, რომ უკვე ეს კონტექსტი შეეცვალოს ამ ყველაფერს, ხო? ანუ ეს ყველაზე ცუდ შემთხვევაში შეიძლება იყოს, რომ კომუნიკაციაში, ურთიერთობებში ადამიანს უყვარდეს ფარული ფსიქოლოგიური ზეწოლა სხვებზე, ხო? რომ აი მე გახვევ თავს რაღაცებს, მე მინდა რომ შენზე გავლენა მოვახდინო, ოღონდ ფარულად. ერთი ცოდეთ, რომ პლუტონი რო შემოდის ასპექტში, მაინც ვერ ხვდებიან, რომ მანიპულატორები არიან. ან შეიძლება ხვდებიან და მაგრამ სადღაც მაინც გამოსდით. ან არის ადამიანი, რომელიც საერთოდ ჩუმად არის, მეორე არის კიდე ეგეთი კატეგორია, ჩუმად არის, არაფერს არ ამბობს საერთოდ, უბრალოდ აკვირდება. ეს პლუტონური ეს გამოხატვა, ხო, თავის. აკვირდება ემოციებს, მიმიკებს და ის უკვე ხედა სტრატეგიულად უფრო შორს რა როგორ არის, ხო? ინფორმაცია ეს არის ძალა, ხო? მაგრამ მაინც კვადრატურა ოპოზიცია შეერთება ცოტა ზოგჯერ ობსესურათაც ვლინდება. სატურნი ცოტა ჩვენთან ობსესია არის, პლუტონიც ობსესია არის, აკვიატება, ოღონდ ცოტა მანიაკალურ დეპრესიული აკვიატებაა ეს წერია ხოლმე პლუტონზე, თუმცა მანდაც გააჩნია, იცით, ახლა მაგალითად შეიძლება ურანი იყავდეს ადამიანს ტრიგონში მერკურთან, ეს არის თავისუფალი აზროვნება, არ ჩერდება ერთ იმაზე, აი თქვა დავინახე ადამიანი ცოტა ხურებს, ოკეი, გადავედი ხა მეორეზე, აღარც მახსოვს უკან რა იყო, ხო? ეს არის კარგი ჰარმონიული ტრიგონი ურანის მაგალითად მერკურთან, მაგრამ აი ხა ისიც რო გითხრათ, რომ ნეპტუნი როცა მერკურთან არის შემოსული ეს ბლარი თვარესანის ბლარი არის, მაგრამ ამაზე ისე მერე. და აქ შემოდიოდეს უკვე პლუტონი, მერკური და ესეთი ადამიანი უკვე მაინც ვერ დამყარებს კონტაქტს იქ ნეპტუნიანელთან, ხო, ასევე. ანუ აქაც შეთავსებაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რაღაცები ერთმანეთთან კარგად არიან. ახლა მე რაც არ უნდა პლუტონიანელი იყოს ადამიანი, მე ოკეი ვარ პლუტონიანელებთან, არც ვებრძვი, არც მებრძვიან, პირიქით ძალიან სერიოზულად თანამშრომლობთ ხოლმე. სიღრმისეული კონტაქტი, ანუ თერაპიულ პრაქტიკაში ყველაზე მაგრად მომყვებიან ხოლმე პლუტონიანელები, ზუსტად იციან, რას გულისხმობ, რას ვაკეთებ. ჩემთვის ყველაზე კომფორტული კლიენტები არიან პლუტონიანელები. ნუ პლუტონიანელი მას განსხვავებს მარტო რომ პლუტონი ყავდეს მზისთან ასპექტში. შეიძლება მერვე სახლელი იყოს, შეიძლება სტელიუმ მემორიელი იყოს და მართველი პლუტონი ყავდეს, ხო? აი ესეთ ენერგიებთან მე პირადად ყველაზე კომფორტულად ვარ, მაგალითად, ხო? მაგრამ ვეაცეები, აი ატანა არ აქვს პლუტონიანელების, ძალიან ეუხეშება, ძალიან არ მოწონთ, მაგალითად, ოღონდ ახლა ნახეთ როგორი რაღაცა არის. ასევე შეიძლება ადამიანისთვის ძალიან კომფორტული იყოს სატურნიანელი, ხო? იმიტომ რომ მისთვის ეს დისციპლინა, ეს კომუნიზმი, ხა ცოტა ისე ვამბობ კომუნიზმს, მაგრამ კარგიც და ცუდი გაგებითაც ვამბობ ამას, იყოს ძალიან მისაღები. მაგრამ არ იყოს მისაღები პლუტონის ეს ერთ რაღაცაზე რომ გავჭედავთ და მან რო ვართ სულ ეს რა სანამ იმას არ გაარკვევთ, არ ამოძირკვავს ველომდე პლუტონიანელი არ გაჩერდება, ხო? და სატურნს არ უყვარს ეს სატურნისთვის სტრუქტურა არის მნიშვნელოვანი, გრძელვადიანი ემოციების გარეშე მშრალი სტრუქტურა. პლუტონს უყვარს ემოციები, სიმძაფრე, ხო? იქ და აქ სატურნისთვის ეს უცხო არის.
ძალიან ბევრი შე არის ინდუსტრიაში, როცა მე ტოქსიკურებს ეძახიან ადამიანს, ტოქსიკური არ არის, იგივე ენერგეტიკის მეორე ადამიანი ფანტასტიკური იყოს ამასთან, ხო? და ჩვენთვის იყოს ეს რთული და მიუხვეპილი. ზოგჯერ ნეპტუნიანელები ძალიან კარგად არიან ერთმანეთთან, გუგულები ვითორო იტყვიან, ხო, ერთი ისი არის, ვერა ისი არის და დიდ ფანტაზიის სამყაროში ფანტასტიკურად არიან, ხელოვნების სფეროში ძალიან კარგად არიან ნეპტუნიანელები, ხო? და ეს პლუტონიანელებისთვის ეს ცოტა აი ესეთი არის, ხო? ეს შორიდან რო აკვირდებიან მაგალითად, ხო? ურანელებს საერთოდ არც ერთი არ აინტერესებს. პლუტონი ამძაფრებს, სატურნიანელის საერთოდ, არ უყვარს ურანელს სატურნიანელი, ესე რომ ვთქვათ. და მარსიანელი როგორ არის იცით ახლა ეს რადგან მარსიანული ენერგია ახლა ეს ბევრად უფრო სუსტი ენერგია არის ვიდრე პლუტონი და სატურნი და ასე შემდეგ ხო მარსიანული ენერგია ძალიან ჩართული მარსი ასპექტირებული მაგალითად ხო ეს არის უფრო გულწრფელი პროტესტი გულწრფელი გახსნილი პროტესტია და ავდექი და დაგაყარე პლუტონის სტრატეგიებს გეგმავს იქ რაღაც თელამბებში არის ხო აი მარსიანული ენერგია ბიჭური ენერგია არის უფრო ძველ ბიჭურიო რომ მოვეხლა ეს უფრო ისეთი მარსიანული და ეს მაფიოზი არის პლუტონი ეს სერიოზული ეს სადღაც ის ეს სუბთა მაფიოზური ენერგია არის პლუტონი აქ და ნეპტუნური ენერგია ეს არის სადღაც რო არის ადამიანი თავის სამყაროში ბერი მაგალითად ღვდელი აი ესეთ ტიპაჟები რო აკიხსნათ და იუპიტერიანელზეც მე გეტყვით მაგრამ აი ეს ასპექტები რო შემოდის ეს მაგალითად იუპიტერიანელები ავიღოთ და პლუტონიანელები ხო ესეც მათთვის ნამღლელი არის იუპიტერიანელი ეს არის ოპტიმიზმი ეს არის რომ მე წარმატებული ვარ მე ყველაფერი უნდა გამომივიდეს მე გამარჯვებული ვარ უკვე ხო ჰარმონიული ასპექტი სექსტილი ტრიგონი მაგალითად მე სუვიცინი და ყველაზე კარგად მიდის ურანელთან ეს ასპექტი ხო ანუ მზე როცა არის მაგალითად იუპიტერთან მზე ურანი ჰარმონიული ერთად ძალიან კარგად არიან ხო ანუ აბალანსებს სხვა ბევრ ნეგატივს შეიძლება აბალანსებდეს ხო ამაზე არის აგაგება და იუპიტერი მთვარის შემთხვევაში ეს არის რაც არ უნდა სხეულებრივი კონტაქტი წაიღო ადამიანთან ის აცნობიერებს ძალიან ბევრ რამეს შეიძლება ანუ სხეულის მეშვეობით ემოციების მეშვეობით ჰარმონიულს გულისხმობ აქ იუპიტერულ ენერგიას იჭერს რა არის კარგი იუპიტერი ეს არის რომ მე რაღაცებს მივხვდი ბევრად უფრო მარტივად ვიდრე შეიძლება და სხვა მიხვედრილიყო ხო მე რაღაცები გავაცნობიერე მე გავაფართოვე ჩემი ცნობიერება და მთვარე სხეულის მეშვეობით ფსიქოლოგიის მეშვეობით ან ჩემ თავთან კონტაქტის მეშვეობით და მერკურის შემთხვევაში ჩემი გონება, ოპტიმიზმი, გონებრივი, მაგალითად, ჩემი აზრები გავაფართოვე, ხო, ჰარმონიული მერკურის შემთხვევაში. მე მინახავს სრულად ჰარმონიული მერკური, როდესაც ადამიანთან ყველა დონეზე კონტაქტებს იამოვნებდა. არსად არ იყო დესტრუქციული, დიპლომატიურობაც ახასიათებდა, იქ სტრუქტურაც ახასიათებდა, როცა კარგად არის ჩართული პლანეტებთან, ხო, ახლა ჰარმონიული მერკური, სატურნი ეს რა არის, რომ მე არც ბევრს ვლაპარაკობ, არც ცოტას ვლაპარაკობ. არც აზრებში შემომდის უხეშობა სატურნის შემთხვევაში და ისე ვიდანყურება და არც კომპლექსები, რომ ვაიმე ჯობი არაფერი არ ვთქვა. ხო, აი დაბალანსებული ვარ, ესე რომ ვთქვა. როცა არის პლუტონი ჰარმონიულად მერკურთან, ეს არის რომ მე სიღრმე მაინტერესებს, მე შემიძლია მოსმენა, იქიდან სტრატეგიული აზროვნება, ოღონდ არც მანიპულირებას ვახდენ ადამიანზე. არც მეჩვენება რომ რაღაცა ცუდი სხვა არ მეუბნება ან ეჭვები არაფერი ისეთი არ არის მე გრძნობ ინფორმაციას ძალიან ადეკვატურად და ძალიან ზუსტად არც ვამძაფრებ არც ვაუფასურებ ხო და შეიძლება ესაც სასიამოვნო არის ეს ადამიანი ურთიერთობაში ნეგატიური ასპექტების შემთხვევაში შეგვიძლია მერკურის გონების გასუფთავება ესე რომ ვთქვათ ხო აზრების გასუფთავება მაგრამ ეს ძალიან დიდი შრომით მიღწევა. ანუ ნებისმიერი ნეგატიური ასპექტი უნდა გასწორდეს, ფაქტურად დამუშავდეს, ჰარმონიულასთან მიახლოებითი უნდა იყოს. ოღონდ ამას ძალისხმევა ჭირდება, თერაპიული პრაქტიკები, გაცნობიერებები ჭირდება და მე ბალანსდება ეს უკვე ძალიან სერიოზულად, ხო? კომპლექსები მიდის, ტრავმები მიდის, ფაქტობრივად რომ ყველანაირი ასპექტი ნეგატიური ეს არის ტრავმა. ესე იგი დაზიანებული მერკურის შემთხვევაში ამ მთვარეზე თუ პირდაპირ ვამბობთ,
ემოციები ზიანდება, მერკურის დაზიანების შემთხვევაში სასუნთქი გზები არის ერთ-ერთი პრობლემა, ხელები არის პრობლემა, ხელები გაჭრილი მიზეზით თუ გვაქვს, უკვე გასაგებია, რომ აქ არის პრობლემური მერკურული ენერგია, ხო, სადღაც მოხერხებულობის პრობლემა არის. მერკური მოხერხებასთან არის კავშირში, ეს არის, რომ მე ყველასთან შემიძლია ურთიერთობის დაალაგება, ან სმარტი გონება მაქვს, სწრაფად ლავირებ, ეს ყველაფერი მერკურია. და როდესაც აი მოუხერხებლობასთან აქვს კავშირი, ხელები ზიანდება, სასუნთქი გზები, აი ეს კომუნიკაციური ენერგია ზიანდება და სხვათა შორის კუჭნაწლავის მზის წყნულიც ზიანდება, იმიტომ რომ მერკურული ენერგია, აი სასუნთქი გზები და კუჭი, ამასთან არის ძალიან კავშირში, მთვარეც კუჭი არის, ოღონდ იქ უკვე ცოტა სხვანაწლავური სისტემა არის, იქ შეწოვის სისტემა არის საკვების მაგალითად და მერკური არის უფრო აი კუჭი, რასაც ქვია, როცა მე რაღაცები უნდა მოვინელო, ინფორმაცია, რომელიც უნდა მოვინელო, ხო? აი ეს არის, მე იქ უკვე სამედიცინო ასტროლოგიასთან გადავდივართ, ამაზეც მაქვს ადრე ვიდეო ჩაწერილი სამედიცინო ასტროლოგიასზე, ხარში სასწავლო კურსზეც ამას ვასწავლი ხოლმე, ახლა ამ შაბათ-კვირას 7 და 8 თებერვალს მაქვს დაგეგმილი მაგალითად ტრანზიტოლოგიაზე, ურდღიანი ტრენინგი, პირადი რუკების თეორია პრაქტიკა, სერიოზული სამუშაო იქნება, ურდღიანი ტრენინგი, აქ გავიდით უკვე ტრენინგს როგორ მშაობს ტრანზიტები, აი ხა თქვენ რასაც გელაპარაკებით, მაგალითად, აი ჩემი საყვარელი თემა არის პროგრესიები და დირექციები, მაგალითად. აი შეიძლება მზე მყავს, როგორ გითხრათ, აი კერჩხებში, ხო, სიტყვაზე მე მზე კერჩხებში მყავს და დირექციებში ჩანს, რომელ წელს გადავა ან ლომში, ან ქალწულში, ან მერე შეიძლება საერთოდ სასწორში გადავიდეს, ხო? და ჩემი ფსიქოტიპი იცვლება, ენერგოველი იცვლება, საერთოდ ჩემი ცხოვრების სტილიც შეიძლება შეიცვალოს და აი ძალიან კარგად ჩანს დირექციებში, მაგალითად, პროგრესიებშიც, უფრო დირექციებში არის ეს და ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ მომავალში ჩემი განვითარების ეტაპები, ვენერას დონეზეც, მერკურის დონეზეც, ახლა მე რასაც ვლაპარაკობ, ნათალური რუკიდან რომ უყვებ. მე გვაქვს ხოლმე ცხოვრებისეული ესეთი ფაზები. რაღაცა არის უკვე რომ ადრე იყო, ეხლა შეიცვალა ყველაფერი. ან რატო შეიძლება შეიცვალოს? აი ხა მაგალითად ჩემ პირად პლანეტებს ტრიგონს უკეთებს პლუტონი. ბოლა 1 წელია. იმით რაღაცები შემეცვალა ცხოვრებაში. ოღონდ ისე უმტკივნელობად ადრე რომ პლუტონი მოვიდოდა, უნდა გადაევლო, იძულებით უნდა შევცვლილიყავი და ხა არაფერი იძულებულია, რომ რაღაცები შეიცვალა თავისით და ამას ველოდი, ვიცოდი, რომ პლუტონი ხანგრძლივი ასპექტი არის, ტრიგონს აკეთებს ჩემს იუპიტერთან მაგალითად, ბევრ რაღაცებში იქ. რაღაცებს შემიცვლის, ოღონდ ისე რბილად, ისე ჰარმონიულად და იუპიტერი არის გამაცნობიერე, რაღაც ახალი ღირებულებები შემოვიდა, ხო, ახალი რაღაც რეალობა შემოვიდა, ხო, ოპტიმიზმი გადაიტვირთა სხვანაირად, ხო, და ეს უკვე ვიცოდი წლების წინ, რომ ამ წელს მექნება სერიოზული ტრანსფორმაციული პროცესი. ძალიან კარგად ჩანს ეს ტრანზიტულ ასტროლოგიაში, მე დირექციებში მივიდივართ, მე პროგრესიებში მივიდივართ და ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ეხლა სადა ვარ ამ პროცესში. მომავალში სადღაც ძალიან საინტერესო არის ტრანზიტოლოგია, ძალიან საინტერესო. იცოდნო მაინც ერკვევა ასტროლოგიაში, შეუძლიათ დაესწროს ამ ტრენინგს, ან ჩანაწერსაც ვაკეთებ, მე შეუძლიათ ამას მოусმინონ პერიოდულად, იმიტომ რომ სასწავლო პროგრამაც და მათთან დაკავშირებული პირადი რუკებითაც იქნება ბევრი რამ და ძალიან საინტერესო არის მართლა, ვისაც აქვს სურვილი შეგიძლიათ მოხვიდეთ. და აი რა ვიცი, იმდენი ვიდეო მაქვს ჩაწერილი, რომ აი ესე ფრაგმენტულად შეგიძლიათ ზოგად ასტროლოგიაშიც გაერკვიათ და მე ესე ტრენინგებს პერიოდულადაც გავაკეთებ ხოლმე. ხა იშვიათად ვაკეთებ ტრანზიტოლოგიაზე, მაგრამ მაინც და უფრო მეტად ვახლოვდები ჩვენ თავს გაცნობიერების კუთხით. ხა დავასრულებ ამ ვიდეოს. დამიწერეთ კომენტარები, რა მოგეწონათ, რა გაიგეთ, რა არ გაიგეთ. შევეცდები გავითვალისწინო ხოლმე, მოგწეროთ, გიპასუხოთ. ერთადერთი სივრცე არის SMS-ები, რომ თქვენგან მივიღო გოგოშვილი, ესე რომ თქვა და ძალიან ველოდები ხოლმე. წარმატებას გისურვეთ, მეგობრებო და დროებით.